გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთიელის რომ საქართველო ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით ნაკის რვალდებულებებს შეასრულებს და ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვების ნებისმიერ სავარაუდო დარღვევას გამოიწვევს. ასე უპასუხა სტივენ დაუთიმ თემთა პალატის წევრის ჯესიკა მორდენის კითხვას, რომელიც BBC-ს საგამოძიებო ფილმს ეხება. ფილმის მიხედვით ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ს რეპორტაჟით, რომელშიც გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა. ჩვენ მოველით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით ნაკის რვალდებულებებს, რათა უზრუნველყოს, რომ კონვენციით ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენების აკრძალვების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევა სათანადოდ იქნას გამოძიებული. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ საქართველოს შესახებ EUTHOS 2025 წლის მინისტერიალზეც ისაუბრა, რა დროსაც რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა EUTHOS წინაშე აღებულ ვალდებულებებს პატივისცეს და საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ძალები გაიყვანოს. სტივენ დაუთიმ ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინაში და თქვა, რომ რუსეთმა ჰელსინკის დასკვნითი აქტი გათელა და ყველა ვალდებულება დაარღვია, რომელზეც ეს ორგანიზაცია დაარსდა. სიტყვით გამოსვლისას დაუთიმ უკრაინაში რუსეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვასა და ბავშვების დახოცვაზეც გაამახვილა ყურადღება. ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსეთის საფრთხე როგორც ევროატლანტიკური, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს პატივისცეს EUTHOS წინაშე აღებულ ვალდებულებებს და გაიყვანოს ჯარები საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან და მოლდოვის ტრანსნისტრიის რეგიონიდან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. პუტინმა არაერთხელ დაარღვია თავისი სიტყვა და ჯერ კიდევ არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ის მზადაა მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალ დღეებში, ჩვენ მომავალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის მომავალი ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული უკრაინა. EUTHO მზად უნდა იყოს დაეხმაროს მას აღდგენაში.